ხუთშაბათი არის მეგობრებო და შუადღე ეთერს უთმობს გარემოს დაცვის თემებს დღეს ინფორმაციისა და განათლების ცენტრზე და ბიომრავალფეროვნების ეროვნულ სტრატეგიაზე უნდა ვისაუბროთ და გადავინაცვლებთ ჩვენ სტუმრებთან დროებით დაგტოვებთ და ჩვენი სტუმრები არიან გარემოს დაცვის ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი და პროექტის კოორდინატორი ქეთევან წითლაძე. მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. ხშირად ხართ ჩვენთან სტუმრად და ამოუწურავი არის ის თემები, რაზეც საუბრობთ ჩვენ. ამჯერად გვინდა ვისაუბროთ გარემოს დაცვის ინფორმაციისა და განათლების ცენტრის შესახებ. კიდევ ერთხელ რომ აუხსნათ მაყურებელს, რა არის ამ ცენტრის მთავარი მიზანი და ფუნქცია? აუცილებლად მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ცენტრის სიახლეებით დაინტერესებისათვის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენ ხშირად გვაქვს საშუალება, რომ თქვენი ეთერის საშუალებით ჩვენი ცენტრის თაობაზე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია და აქვე განმარტავ, რომ გარემოს დაცვის ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ჩვენი ცენტრი 2013 წელს დაფუძნა ორჰუსის კონვენციის საფუძველზე და ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი კონვენცია, რომელიც სამ ძირითად პრინციპზე დგას. ეს გახლავთ გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გარემოს დაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გარემოს დაცვით კომპონენტებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და განათლების ხელშეწყობა. თუმცა 2019 წელს მას შემდგომ, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები შეერთდა, ასე ვთქვათ, ჩვენს ცენტრს დაემატა აგრარული კომპონენტი და დღეს ჩვენ, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით ვფარავთ მთელ საქართველოს გარემოს დაცვითი და აგრარული მიმართულებით, ვატარებთ სხვადასხვა ლექცია სემინარებს, შეხვედრებს და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დაინტერესება ჩვენი ცენტრისადმი დღითიდღე იზრდება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ცენტრი გარდა იმ საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებებისა ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს და ქმნის ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ დოკუმენტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით. ჩვენ სწორედაც რომ დავასრულებთ იმ მნიშვნელოვანი პროექტის, რომელთან დაკავშირებითაც ქეთი უბრებს ბიომრავალფეროვნების ეროვნული გეგმისა და სტრატეგიის პროექტის პირველი ფაზა და აღნიშნული გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისათვის და ასევე აღნიშნავ პროექტებს, საერთაშორისო საგრანტო პროექტებს, რომელთაც ვახორციელებთ. ეს გახლავთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მომატებული რისკების შემცირება საქართველოში და ჩვენ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ვახორციელებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე თქვენი ეთერის საშუალებით პირველად მომეცემა შესაძლებლობა, რომ გავაჟღერო ძალიან მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით, რომელიც იწყება მიმდინარე თვის ბოლოს და ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის კლიმატის ადაპტაციის ეროვნული გეგმის პროექტი, ნაპის სახელით არის აღნიშნული ცნობილი და შეიქმნება 10 წლიანი კლიმატის ადაპტაციის ხედვა და 5 წლიანი სამოქმედო გეგმა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სწორედაც ჩვენი ცენტრი ახორციელებს ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტს ჩვენი ქვეყნისათვის, თუმცა ალბათ უმჯობესია დაუბრუნდეთ ბიომრავალფეროვნების პროექტს, რომელთან დაკავშირებითაც ქეთი მოგაწვით დეტალური ინფორმაცია. კლიმატის ადაპტაციის შესახებ ვისაუბრებთ, საინტერესო იდეა გაჩერდა. აუცილებლად პირველად თქვენს ეთერში გავაჟღერებ. თუმცა ვიდრე მომავალში მოგიწევთ და უფრო ცალად ვისაუბრებთ, რამდენიმე კითხვა გვექნება, მაგრამ მანამდე ქეთის მინდა ვკითხო ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია. რას წარმოადგენს საერთოდ ეს პროექტი, რას გულისხმობს და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ აუხსნათ ჩვენს ტელემაყურებელს? ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ანუ NBSAP-ი, როგორც ჩვენ მოვიხსენიებთ, მოკლედ ამ პროექტს. ეს გახლავთ ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს ბიომრავალფეროვნების დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება საქართველოში. ამ დოკუმენტში გაწერილი იქნება ეროვნული მიზნები, პრიორიტეტები და კონკრეტული ქმედებები, როგორ უნდა მოხდეს მაგალითად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა, როგორ უნდა მოხდეს დაცული ტერიტორიების
სისტემების გაძლიერება, ნარჩენები და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შემცირება გარემოზე და ასე შემდეგ. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია, რადგან ის იქნება გზამკვლევი არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებისთვის და ასევე სხვა სექტორებისთვის, რათა მათ თავიანთ საქმიანობაში გაითვალისწინონ ბიომრავალფეროვნების დაცვის ფაქტორი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პროექტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მხარდაჭერით და რა თქმა უნდა გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით და მათი მხარდაჭერით. და თუ შეგიძლიათ გითხრათ, აი კონკრეტულ მაგალითზე, როგორ მუშაობს პრაქტიკაში ეს აღნიშნული პროექტი, თუნდაც სხვა ქვეყნების მაგალითებს. კარგი მაგალითი იქნება, ან მე ვახსენე სახეობების აღდგენა. სახეობების აღდგენის შენარჩუნება და აღდგენის ეფექტური მართვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ბიომრავალფეროვნების დაცვის მხრივ და კარგი მაგალითი არის ქურციკი. მაგალითად, ჯეირანი, ეს გახლავთ ძალიან ლამაზი, პატარა, საოცრად ფრთხილი ცხოველი, რომელიც საქართველოში ისტორიულად ფართოდ იყო გავრცელებული, თუმცა შემდეგ გარკვეული ფაქტორების გამო მოხდა მისი გადაშენება, ეროვნულ დონეზე გადაშენებულად ითვლებოდა და მოხდა მისი რეინტროდუქცია აზერბაიჯანიდან მოყვანა. ეს პროექტი ძალიან წარმატებით განხორციელდა და მიმდინარეობს. დღეისათვის 500-მდე ქურციკი გვყავს უკვე საქართველოში და ეს ოღონდ მხოლოდ დასაწყისია, პროცესი გრძელდება, აუცილებელია ამ პროცესის ხელშეწყობა, რისთვისაც აუცილებელია მსგავსი დოკუმენტების, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობა, რომელიც ხელშეუწყობს, რომ პოპულაციის მდგრადი, გრძელვადიანი მდგრადობა უზრუნველყოთ. ქურციკი არის ძალიან კარგი მაგალითი ერთი სახეობის მაგალითზე, თუ როგორ შეუძლია სწორ გარემოსდაცვით პოლიტიკას და საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებას და სისტემურ მუშაობას, როგორ შეუძლია, რომ დააბრუნოს ველური სახეობა ბუნებაში, ჩვენი ქვეყნის ველურ ბუნებაში და ჩვენ ვამაყობთ, რა თქმა უნდა, ამ პროექტით. ეს ძალიან წარმატებული პროექტია. თუმცა არის ეს ერთ-ერთი და ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ჩვენ ვიცით, რომ და ხშირად გვესმის, რომ გარემოს დაცვა არის გლობალური საკითხი. საინტერესოა, საქართველოს როლი როგორი არის აი ამ მიმართულებით, თუნდაც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კიდევ უფრო გამრავალფეროვნებისთვის, ჩვენი ქვეყნის როლი როგორი არის გლობალურ ჭრილში? მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს. NBSAP პროექტი, რომელიც ქეთი მახსენა, უკვე მესამე NBSAP არის ეს, რომელიც მზადდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ გვაქვს ხოლმე საშუალება საზღვარგარეთ სხვადასხვა ღონისძიებებში მივიღოთ მონაწილეობა და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი მოწინავე არის საქართველო, რომელსაც აქვს უკვე მესამე NBSAP, ანუ ბიომრავალფეროვნების აღნიშნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვიქნებით, ვინც იმ პროექტს, რომელიც მე ვახსენე, კლიმატის ადაპტაციის ეროვნულ გეგმას შეიმუშავებს. რა თქმა უნდა, არიან კავკასიის რეგიონში სხვადასხვა ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ნაპის პროექტები, თუმცა ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სტრატეგიული დოკუმენტი და მე მჯერა, რომ ჩვენი სამინისტრო და შესაბამისი დარგობრივი ექსპერტების ჩართულობით და აღნიშნულ პროექტში არა მხოლოდ ეროვნული ექსპერტები იქნებიან ჩართულები, აღნიშნული პროექტიც ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებიც იქნებიან ჩართულები და მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენი ცენტრის აღნიშნული პროექტი იქნება სამაგალითო რეგიონში და ჩვენს ქვეყანას ექნება 5-წლიანი კლიმატის ადაპტაციის ეროვნული გეგმა და 10-წლიანი ხედვა, რომელიც მოიცავს 7 ძირითად სექტორს, ეს არის სოფლის მეურნეობის სექტორი, სატყეო სექტორი, ენერგეტიკა, ტურიზმი და ჯანდაცვა და ყველა ეს უწყებები იქნებიან ჩართულები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი ცენტრის ფარგლებში ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განმახორციელებები ვიქნებით და ეს იქნება რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული პროექტი და გარდა აღნიშნულისა ჩვენი სამინისტრო მოგეხსენება ძალიან მრავალმხრივ და ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა მასშტაბით, იქნება ეს ღვინის მიმართულება, სატყეო სექტორი და ასე შემდეგ და ნამდვილად ამამად ვიტყვი, რომ საქართველო გამორჩეული არის თავისი ინოვაციებით, თავისი მნიშვნელოვანი პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით.
ესე იგი, ერთია სახელმწიფოს მიდგომა როგორი არის გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და თუნდაც ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, თუმცა მეორეა თითოეული მოქალაქის როლი და წვლილი აი ამ ყველაფრის განხორციელებაში და აღსრულებაში, ასე ვთქვათ. საინტერესოა, როგორ შეუძლია თითოეულ მოქალაქეს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ბიომრავალფეროვნების დაცვაში და შენარჩუნებაში. კი ბატონო, კეთი, თქვენ გითხარით. დიახ, ბიომრავალფეროვნების დაცვა არ არის მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების ან სპეციალისტების საქმე. თითოეული ადამიანის როლი, როგორც აღნიშნეთ, მნიშვნელოვანია ამ საკითხში. ყოველდღიურად ჩვენ ყოფით საქმიანობაში, ჩვენი არჩევანი შეგვიძლია ეკომეგობრული არჩევანი ყოველდღიურად, მაგალითად, საყიდლების დროს გამოვიყენოთ რავალჯერადი ჩანთა, გავუფრთხილდეთ ბუნებრივ რესურსებს, წყლის და ენერგიის გონივრული მოხმარება, ნარჩენების მართვა, პლასტიკის მოხმარების შემცირება და ასე შემდეგ. ყოველდღიურად ჩვენს მიერ ეკომეგობრული არჩევანი საერთო ჯამში გვაძლევს დიდ შედეგს. ანუ ადამიანი შეიძლება ფიქრობს, რომ ეს ერთი ადამიანის როლი მცირეა, მაგრამ საერთო ჯამში ყველა ერთად მივიღებთ გრძელვადიან და მდგრად შედეგს ამ მიმართულებით. დღეს ბიომრავალფეროვნების დაცვა არის ამომავლო ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის, ჩვენი მომავალი თაობების, კეთილდღეობის დაცვა. თუნდაც ბუნებრივ გარემოში, ბუნების მოფრთხილება ნარჩენებს თუ არ დავტოვებთ გარემოში, იმ ეკოსისტემას თუ არ დავარღვევთ, სადაც ცხოვრობენ ეს სახეობები და მათ შეუნარჩუნებთ იმ გარემოს, სადაც ისინი არსებობენ. ყოველი ადამიანის ეს მცირე როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე გარემოს დაცვითი მიმართულებით აქტივობებში ჩართვა, ის თუნდაც რასაც ახორციელებს და ხელს უწყობს ჩვენი ცენტრი ამ მიმართულებით და რაზეც უკვე ისაუბრეთ ამთან აქტიურად თუ მიადევნებთ თვალს ჩვენი ცენტრის გვერდებს, გვაქვს კონკურსები, აქტივობები, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მოზარდებისთვისაც, ასევე დასრულებისთვისაც, ყველა ასაკისთვის და ამით დავეხმარებით საზოგადოებას, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით გავზარდოთ ცნობიერება. ალბათ ყველაფერი ცნობიერების ამაღლებით იწყება და თუ ჩვენ შევადარებთ მაგალითად წინა დაახლოებით 10 წლის წინ რა ვითარება იყო საქართველოში, ახლა აბსოლუტურად შესრული არის ვითარება და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში საზოგადოების როლი კიდევ უფრო მეტი იქნება და პასუხისმგებლობას გავიაზრებთ ყველანი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებები მინდა გისურვოთ. ნებისმიერ დროს ჩვენი ეთერი ღია არის თქვენთვის, იმისთვის რომ ვისაუბროთ საინტერესო თემებზე, მით უმეტეს ისეთზე, რომელიც გარემოს დაცვას უკავშირდება. დიდი მადლობა.